საქართველოს წინააღმდეგ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია და მიიჩნია მომჩივანის პრეტენზიები როგორც აშკარად დაუსაბუთებელი დაუშვებლად გამოაცხადა. საქმე უკავშირდება 2016-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს და ეხება ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორის ეთევან ჯაშის საჩივარს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე, ეროვნულ დონეზე არ აღსრულდა. აღსრულების პროცესში მომჩივანს შეეთავაზა გონივრული ალტერნატიული გადაწყვეტილება, რაზეც მან უარი განაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განჩინებით ცალსახად დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პროცესები წარმართეს ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში. როდესაც საქმე მიდის სასამართლო დავაში, იმას მოყვება ბევრი პოლიტიკური სპეკულაციები, მაგრამ მნიშვნელოვანი არის თვითონ სასამართლო პროცესი, როგორ წარიმართება და სასამართლო რამდენად სამართლიანად განიხილავს და პროცედურების დაცვით ამა თუ იმ საკითხს, თქვა ამ შემთხვევაში ჯაშის საქმეს, ხო? მერე როდესაც ეს მიდის უკვე ევროპულ სასამართლოში, ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ის იძლევა საბოლოო ვერდიქტს. ქართული სასამართლო იყო სამართლიანი სასამართლო თუ არა სამართლიანი სასამართლო. კიდევ ერთხელ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ პიროვნებასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ქართული სასამართლო იყო მართალი.